მე ვარ ლინა აკულაშვილი, ვარ 24 წლის და პროფესიით ვარ ანიმატორი და ასევე საბავშვო წიგნების ილუსტრატორი. ჩემი და ანიმაციის ისტორია იწყება იდეაში ბავშვობაში ყველას აქვს ანიმაციასთან შეხება და ყველას უყვარს. თუმცა საქართველოში ანიმაცია, მე ყოველ შემთხვევაში რომ ვაბარებდი უნივერსიტეტში, არ იყო ინდუსტრია ისეთი განვითარებული და ყველა მეუბნებოდა, რომ არ გირჩევ ჩაბარებას, იმიტომ რომ ვერ იშოვი სამსახურს, ანაზღაურება არ გექნება სტაბილური სამსახური და ასე შემდეგ. და გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა წიგნის დიზაინზე და ილუსტრაციაზე სამხატვრო აკადემიაში. 4 წლის მერე, ბევრი წვალების მერე მივიღე რაღაცა, ასე თუ ისე სამსახურის ვარიანტში წიგნის დიზაინში, თუმცა სანამ აქამდეც მოვიდოდი, იქამდე ბევრჯერ მქონდა დანებების მცდელობა, რომ იქნებ ხელოვნების სფერო საქართველოში საერთოდ არ მუშაობს და მუშაობდი, ბევრგან მუშაობდი. ამ გამოცდილებით მივიღე, მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებოდი იმ ჩემს ბავშვობის სიყვარულს, რაც ანიმაცია იყო. მერე უკვე მოვხვდი სტუდიაში, ფანტასმაგორიაში, სადაც სპეციალურად stop motion განხრით თოჯინურ ანიმაციებს აკეთებს ხალხი. ახლა ზუსტად ამ სტუდიაში ვაკეთებ ჩემს პირველ ფილმს, მოკლემეტრაჟიან საბავშვო ფილმს. ბიჭი და კარალიოკის ხე. ანიმაციას რო იწყებ ამ პროფესიის სწავლას, მარტო ტექნიკური მხარე არ არის, მარტო შემოქმედებითი მხარეც არ არის რა. აქ კიდე გჭირდება მსახიობის ოსტატობა, მოკლედ და რა ხდება ახლა აქ. რეალურად თოჯინო რო ყავს, ანიმირებას რო აკეთებს, გამოგონილ პერსონაჟს უდგავ სულს. ხო და ეგ იყო ჩემთვის ყველაზე challenging და საინტერესო რაღაც, იმიტომ რომ ანიმაციას რო სწავლობდით, ასევე მყავდა ლექტორი, მსახიობის ოსტატობას გვასწავლიდა სპეციალურად და თეატრის სცენაზე ავყავდით ხოლმე და იქ გვაკეთებინებდნენ სიგიჟებს. რაღაც მომენტში შენი თავიც ამოყავს ამ პროცესში, ისეთ სავარჯიშოებს გვაკეთებინებდნენ. ძალიან ბევრი საათი და ბევრი ღამე შეიძლება მოგვიწიოს, რომ გავათენოთ ამ გადაღებებზე და მოგადად ცხოვრებაში გათენება, ჩემთვის ღამის გათენება არის კატასტროფა. როგორღაც, რატომღაც სეტთან რომ ვჯდები და რომ ვიწყებ გადაღებას, გინდა ღამე გამეთენებია გადაბმულად რა. ესეთ კითხვა ისმის ხოლმე ჩვენთან სულ რომ შედეგი თუ პროცესი. ყველაზე მეტად მობედნიერებს რომ ხედავ შედეგს. ანუ ეკრანზე რო ჩანს ის 12 საათიანი შრომა, რასაც ჩვენ ერთი რაღაც 10 წამის გადასაღებად ვიყენებთ, ეგ מחარებს ყველაზე მეტად ალბათ არ ვიცი. ჩვენმა მენტორმა გვასწავლა მოკლედ ეგეთი რაღაც, რომ ანიმაციას რო გააკეთებ, ყველაზე კარგი კომენტარი, ვისაც შეუძლია რომ მოგცეს ამაზე და შეფასება არის ისეთი მაყურებელი, ვინც ანიმაციაში ტექნიკებში ვერ ერკვევა, მაგრამ ანიმაცია უყვარს. ნებისმიერი ადამიანი და ესეთი ადამიანი ჩემთვის არის ჩემი ძმა და ჩემი და. და ისინი რომ უყურებენ და ამით სიამოვნებას იღებენ, რომ ამ 10 წამში რაღაცას ხედავენ, რაღაც ემოციას იჭერენ და იმას ამჩნევენ, რაც მე ჩავდი ამ 10 წამში, ესეც კიდე ცალკე ბედნიერებაა ჩემთვის რა. ახლა სტუდიაში ვაკეთებ ჩემს პროექტს სახელად ბიჭი და კარალიოკის ხე და ეს არის საბავშვო პროექტი. რაღაც 5-7 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი. მოკლედ დიალოგების ნარატივის გარეშე არის, რა თქმა უნდა არის stop motion-ი, დაახლოებით 7 წუთი მაქვს გათვლილი ამ ფილმისთვის და ესე იგი არის ბიჭი, რომელიც თავის პატარა მეგობართან ერთად ცხოვრობს ბაღში, სადაც დგას ძალიან დიდი კარალიოკის ხე. ეს კარალიოკის ხე არის ძველი, დრომოჭმული. სხვა სეზონებზე ეს ბიჭი და თავის მეგობარი იღებენ სხვა სარგებელს. აი მაგალითად ზამთარში ტოტები რაც ჩამოცვენილი არის ხისგან, მაგისგან ანთებენ ცეცხლს და თბებიან. ხო, რაღაცა ისეც გააკეთებს, რაც ავნებს ამ ბიჭს თავის მეგობარსაც ავნებს და ცდილობს რომ მე ამ შედეგს, რაც საქციელიდან გამოწვეულ შედეგს გაუმკლავდეს. საავტორო ფილმი არის, თუმცა გუნდთან ერთად ვმუშაობ, რომლებიც აკეთებენ თოჯინებს, დეკორაციებს, შემდეგ გადაღების პროცესში ოპერატორი, გამნათებელი. ჩემთვის ძვირფასი რაც არის, ის არის, რომ პატარა ბავშვებს, ყველას, მოკლედ პატარა ადამიანი იქნება ეს თუ ზრდასრული ადამიანი თუ ვინც იქნება, ანუ შეცდომა არ მინდა რომ ჟღერდეს როგორც შეცდომა, მოკლედ, იმიტომ რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, თავარია ამ ვისწავლოთ. ამ საქციელისგან, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ საკუთარი თავები განვავითაროთ და ეს შეცდომაც თუ არ დავუშვით, მაშინ წიგნში გინდა წაგიკითხავს რაღაც, გინდა წაგიკითხავს. ზოგადად ცხოვრებაში სულ მქონდა ეგ განცდა, რომ
ანუ ნაბიჯის გადადგმის მომენტი, რომ გეშინია რაღაც არჩევანი უნდა გააკეთო, ხო? უნდა წახვიდე წინ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ გეშინია რაღაცა არ დააშავო, თქვათ, ხო? და ეს მოდის ბავშვობიდან მოყოლებული, რომ ვფიქრობდი როგორ იცი, რომ მე ხა ამას თუ გავაკეთებ ის მოხდება, მე ეს მოხდება, მე ის მოხდება, ან მოხდეს. თუ მოხდება, მე გამოხვალ. თუ ეს კიდე აქედანაც ვერ გამოხვალ, მაშინ კიდე რაღაცას იზავ და არ მთავრდება ამ შესაძლებლობები, მოკლედ.